სიმბოლურად დღეს 8 მარტთან დაკავშირებით დაიგეგმა აქცია მსვლელობა, რომელიც ახლა იწყება რესპუბლიკის მოედანზე. ქალები მოდიან და ხმამაღლა აფიქსირებენ საკუთარ პოზიციას. იმასთან დაკავშირებით, რომ რაც დღეს საქართველოში ხდება, ეს არის აბსოლუტური უკანონობა და ხელისუფლებას მიუთითებენ იმ ძალადობრივ პოლიტიკაზე, რომელიც განსაკუთრებით ბოლო პერიოდის განმავლობაში არის გამძაფრებული. ქალების სათქმელი არის უცვლელი იმასთან დაკავშირებით, რომ მათი როლი არის ძალიან მნიშვნელოვანი ნებისმიერ პროტესტში, რადგან საქართველოს ისტორიაში არაერთხელ გამოავლინეს, რომ მათ შეუძლიათ ყველაფრის შეცვლა, ამიტომ ამბობენ, რომ დღეს სიმბოლურია, რომ ქალები კვლავ დადგნენ ერთმანეთის გვერდით და დაანახონ როგორც საქართველოს, ისე სრულიად დასავლურ სამყაროს, რომ ქალებს არაფრის ეშინიათ და ნებისმიერ დროს ყველას და ყველაფერს დაუპირისპირდებიან, ვინც მათ ევროპულ მომავალს საფრთხეს შეუქმნის. თათია მექვაბიშვილი არის ახლა ჩვენთან ერთად და ის უპასუხებს ჩვენს შეკითხვებს. თათია, გამარჯობა. აუცილებლად უნდა შეგაფასებინოთ ამ აქციების პოლიტიკური ასპექტები. გარდა იმისა, რომ ქალები იკრიბებიან, ჩვენ ხედავთ, რომ ყოველდღიურ რეჟიმში ფაქტობრივად ტრადიციად ჩამოყალიბდა სხვადასხვა სახელის მარშების დაგეგმვა, ხო? აი რა ტიპის კულტურა არის ეს საქართველოში და რა ასწავლა ქართულ ხალხს და რა ასწავლა მსოფლიოს ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებმა? მე ვფიქრობ, ჩვენ კიდევ ერთხელ დავანახეთ მსოფლიოს, რომ ვართ რაღაც გამორჩეული, განსაკუთრებულიერი, იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს მიზანი. აქ არ აქვს მნიშვნელობა, ქალებს უფრო მეტი მიზანი გვაქვს, იმიტომ რომ ჩვენ ვქმნით მომავალს, ჩვენ ვასაზრდოებთ საზოგადოებას, ანუ ჩვენ ვართ მამოძრავებელი ძალა ამ საზოგადოების, იმიტომ რომ ჩვენ ვართ დედები, ჩვენ ვზრუნავთ ჩვენი შვილების მომავლისთვის, მაგრამ მთლიანად ქართველიერი ვართ, მებრძოლიერი, ეს ჩვენ არაერთხელ დავამტკიცეთ და მინდა იცოდენ ამ ბოროტმა ხელისუფლებამ, ასე ვეძახი უკვე მათ, რომ ეს ყველა ტოტალიტარული რეჟიმი ისტორიულად გავდა ერთმანეთს, იმიტომ რომ არასოდეს ეჯერათ, რომ შეეძლოთ ხალხის დამარცხება, მათ ეგონათ, რომ გააჩუმებდნენ, დაამონებდნენ და დააშინებდნენ მას, მაგრამ ვერ ითვალისწინებთ, რომ აუცილებლად მთავრდება ზამთარი და დგება გაზაფხული. ეხლა გაზაფხული დადგა, საქართველოში დგება ის გაზაფხული, რომელიც აუცილებლად მოგვიტანს გამარჯვებას, იმიტომ რომ რაც არ უნდა ეცადოს, ვინც არ უნდა ეცადოს, დროის დინებას ვერ შეაჩერებს და ეს გამარჯვება გარდაუვალია. კიდევ ქალები ვამბობთ, რომ ჩვენ ვართ ძალა, რომელიც წერტილს დაუსვამთ ამ ბოროტების იმპერიას, იმიტომ რომ ჩვენს უკან დგას ჩვენი მომავალი, ჩვენი სამშობლო და მართლა დასაკარგი არაფერი არ გვაქვს. ვიბრძოლებთ ბოლომდე, ვიბრძოლებთ რამდენი ხანის არ დაგვჭირდეს, მაგრამ გარწმუნებთ, რომ გაზაფხულთან ერთად ჩვენი ძალები უფრო მოიმატებს, უფრო გავძლიერდებით და მალე მივაღწევთ გამარჯვებას. ძალიან დიდი მადლობა უსმენდით თათია მექვაბიშვილს, რომელიც აცხადებს, რომ ქალებში არის ახლა ძალიან დიდი ძალა და რომ საქართველოს ისტორიის შეცვლა ისე როგორც ყოველთვის, ისე როგორც მუდმივად ხდებოდა, ეს შეუძლიათ ქალებს. თეონა ჭალიძე არის ახლა ჩვენთან ერთად. მას ხედავთ და მასაც დაუსვამთ კითხვას ამ პროტესტთან დაკავშირებით. თეონა, ძალიან მნიშვნელოვანია ნებისმიერ მარშში, ნებისმიერ პროტესტის ფორმაში პოლიტიკოსების ჩართულობა. გკითხავ, როგორც ქალს და როგორც პოლიტიკოსს, რა მნიშვნელობა აქვს დღეს აქ დგომას და რას ნახავს საზოგადოება, გარდა იმისა, რომ ქალები კიდევ ერთხელ გაერთიანდებიან რეჟიმის წინააღმდეგ. ქალები რეჟიმის წინააღმდეგ მიბრძვით უკვე კარგი ხანია. ამ პროტესტში განსაკუთრებული როლი აქვს ხოლმე და აღსანიშნავი არის ქალების როლი. სწორედ ჩვენ სოლიდარობას უცხადებთ პოლიტიკური პატიმრების დედებს და მათთან ერთად იქნება ეს მარში, ეს მსვლელობა. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ამ რეჟიმის დამარცხებაში ქალები მნიშვნელოვანი წვლილი შევიტანთ. აქ იქნება მსვლელობა ტრადიციულად, როგორც არის ხოლმე ქალთა მოძრაობის მსვლელობა და ჩვენ პოლიტიკოსი ქალებიც უერთდებით მათ, იქნება სიმბოლური პერფორმანსიც, აი მაგალითად ერთ-ერთი გახლავთ ეს, როდესაც ჩვენ წინ გავუძღვებით აი ამ სიმბოლური გისოსებით, რომელიც გახლავთ სიმბოლო იმისა, როგორც ცდილობს ეს რეჟიმი, ოლიგარქიული რეჟიმი, რომ დაგვატყევოს, თავისუფლება წაგვართვას. ჩვენი პოლიტპატიმრები სწორედ აი ასეთი ფორმით არიან დაკავებულები და ამ გისოსების მიღმა სხედან და ბოლოს იქნება კულმინაცია, რასაც ნახავთ თქვენ ამ პერფორმანსთან დაკავშირებით. ძალიან დიდი მადლობა, ეს იყო თეონა ჭალიძე, რომელმაც მოგოწოდა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ დღეს გარდა მსვლელობისა საზოგადოება ნახავს პერფორმანსსაც. იდა ბახტურიძე არის ახლა ჩემთან ერთად და უნდა ვკითხო მას იმ ძალადობრივ პოლიტიკასთან დაკავშირებით, იმ ძალადობრივ ხასიათზე, რომელსაც ატარებს ბოლო პერიოდის განმავლობაში, განსაკუთრებით თვითგამოცხადებული ხელისუფლება ქართული ოცნება. ხელისუფლება, რომელიც ძალადობს ქალებზე, ძალადობს ყველაზე განურჩეულად ასაკისა და სქესისა. რა ძალა აქვთ ქალებს და რა ხელა მნიშვნელობა ენიჭება ახლა ქალების მხრიდან, ქალების მიერ ხმის ამაღლებას ამ ძალადობრივი რეჟიმის წინააღმდეგ?
ხო, განსაკუთრებული აგრესია გამოვლენილი ბოლო დღების განმავლობაში და არა მხოლოდ მთელი ამ სამი თვის განმავლობაში აჩვენებს იმას, რომ განსაკუთრებულად ნერვებს უშლით ქალების აქტიურობა და შეუპოვარი ბრძოლა ამ პროცესში. არც მალავენ ამას, რომ განსაკუთრებულად შეშფოთებულები არიან იმით, რომ 101 დღეა ქალები უწყვეტად დგანან ქუჩაში და ითხოვენ იმას, რაც მათი შვილების და ამ ქვეყნის მომავლისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი და ნამდვილად მშვიდობიან საქართველოში, რომ უნდათ ცხოვრება, ამიტომ დგანან ქუჩებში. დღევანდელი სათქმელიც სწორედ ეს არის, რომ ბრძოლას გავაგრძელებთ მანამ, სანამ არ დაკმაყოფილდება ის მოთხოვნები, რაც პროტესტს აქვს. ეს არის რეჟიმის პატიმრების თავისუფლება და არჩევნები, ახალი არჩევნები და მთავარი სათქმელი არის ასევე მზია ამაღლობელის მიმართ სოლიდარობის გამოხატვა, მადლობის თქმა იმ ბრძოლისთვის, სადაც ის აკეთებს მთელი ამ თვეების განმავლობაში და წლების განმავლობაში ის ყველა რეჟიმს ებრძოდა და ყველა რეჟიმის პატიმარს უცხადებთ სოლიდარობას. ჩვენ ისინი ძალიან დიდ ძალას და იმედს და რწმენას გვაძლევენ, მათ გაიღეს თავისუფლება, ძვირფასი თავისუფლება და ჩვენს გვინდა რომ აქედან ვაჩვენოთ მაქსიმალურად, რომ ჩვენ არ ვაპირებთ გაჩერებას იმ ბრძოლისთვის, რასთვისაც ისინი ციხეში არიან. ძალიან დიდი მადლობა უსმენდით იდა ბახტურიძეს, ასეთი არის აქ შეკრებილი ქალების პოზიცია. აქცია სულ ცოტა ხანში დაიწყება, ასევე იქნება მსვლელობაც, რომელიც რა თქმა უნდა საბოლოო ჯამში გადაინაცვლებს დედაქალაქის მთავარ გამზირზე პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე. მადლობა და სოლიდარობა მზია ამაღლობელს, ეს არის ერთ-ერთი მთავარი სათქმელი ამ აქციის. აქ შეკრებილი ადამიანები თანხმდებიან იმ იდეის გარშემო, რომ ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი არის ახალი არჩევნების ჩანიშვნა, ჩატარება და რა თქმა უნდა უკანონოდ დატყვევებული ადამიანების გათავისუფლება. დღეს განსაკუთრებული აქცენტი კეთდება მზია ამაღლობელზე, რადგან 8 მარტს მზია ამაღლობელი არის პოლიტიკური პატიმარი ქალი და ამბობენ, რომ ის არის სწორედ დღევანდელი დღის ყველაზე ნათელი სიმბოლო, ბრძოლის სიმბოლო და სიმბოლო იმისა, რომ ქალებს აქვთ იმის ძალა, რომ აუცილებლად შეცვალონ სამყარო, შეცვალონ საქართველოს ისტორია და ფიქრობენ, რომ დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი და ყველაზე სიმბოლური სწორედ მარშით, მსვლელობით პარლამენტთან მისვლა და საკუთარი პოზიციის ხმამაღლა იქ დაფიქსირება.